ერევანსა და თბილისის შორის არსებულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში გამოსვლების გაზიარებაზე გიგი უგულავამ და ერევნის მერმა ისაუბრეს. თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ გიგი უგულავამ ერევნის დელეგაციასთან ერთად ავლაბაში სომხურ ეკლესიასთან მდებარე სკვერს ერევნის სახელი მიანიჭა. სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დამონტაჟდა დეკორატიული განათება, მოეწყო თანამედროვე საბაღე ფურნიტურა, გაკეთდა სავალი ბილიკები და დაირგო სხვადასხვა სახის სცენარეები. ჩვენ უნდა გავაღრმავოთ კულტურული ურთიერთობები, იმიტომ რომ საერთო კავკასიური ესე ვთქვათ ფესი გვაქვს ორივეს და ამ სკვერის გახსნაც კარგი სიმბოლური ჟესტია იმისა, რომ ჩვენი მეგობრობა, რომელიც მრავალსაუკუნოვან ისტორიას მოიცავს, ამის კარგი და ესე ვთქვათ მის გადასტურებაა და მე ამისთვის მინდა საკრებულოს მადლობა გადავუხატო. მოხარული ვარ, რომ ჩვენ თბილისის ცენტრში იმ უბანში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური სომეხია, გაიხსნა ერევნის სახელობის სკვერი. დიდი მადლობა თბილისის მერს და საკრებულოს, რომელმაც დაამტკიცა ეს გადაწყვეტილება. მე და ჩემი ქართველი კოლეგა შევთანხმდით, რომ ჩვენი ურთიერთობები კულტურის, ბიზნესისა და ტურიზმის სფეროში მომავალში გაძლიერდება. ძალიან ძველი უბანია, ძალიან გვიხარია, რომ ესეთ ადგილასთან ძველი ეკლესიაც არის. რემონტიც გაკეთდა ეკლესიაში, ძალიან დიდი მადლობელები ვართ, რომ ესეთი ლამაზი სკვერი გაკეთდა.